ისმენთ? მამათო დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცეთ. შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა. როგორც ცნობილია, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა ავტოკეფალიის ტომოსი. ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებია. თქვენი აზრით როგორი იქნება სწორი შეფასება? სწორი შეფასება რომ გავუკეთოთ, უნდა გამოიკვლიოთ საკითხი საფუძვლიანად. და არ უნდა შევეხოთ ასეთ საკითხებს საერთოდ ზედაპირულად. ეხლა დღეს საინფორმაციო წყაროებში და ეს პოლიტიკოსები ინტერნეტში ეს ყველაფერი ეს საკითხი გაშუქებულია ასე თქვა ზედაპირულად. ესე იგი ესეც სურათია წარმოდგენილი. რომ აი უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა თავიანთი ეკლესია დამოუკიდებელი რუსეთისგან განცალკევებული ასე ვთქვათ და რატომ არ უნდა დავჭოთ მხარი. ეს სურათია. იქ არ არის თქვა ესე იგი სხვა რა წინააღმდეგობებია რა ხდება იქ. ესე იგი პოლიტიკოსები სულ ამას იმეორებენ რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და საჭიროა მივცეთ მიიღოს დამოუკიდებლობა ჩვენს უნდა დავითანხმოთ. ჩვენ თანამეგობარი ქვეყანაა უკრაინა ისიც როგორც ჩვენ ასე ვთქვათ მოსკოვისგან რუსეთისგან ვიდევნებით ზარავობთ ასე ვთქვათ და რატომ არ უნდა მივცეთ ავტოკეფალია. და ესე იგი საერთოდ ხალხი არ არის ინფორმირებული, ახლა იყო განკითხვა, ისა გამოკითხვა ჩაატარეს იქ ქუჩაში ასე ვთქვათ და ხალხი მარტო ამას იმეორებს, რომ უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია, ესე იგი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეკუთვნის ავტოკეფალია. ნუ ახლა ზოგი ამბობს პოლიტიკური მიზეზებით, ამით ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინც უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია. რატო არ ეკუთვნის? ახლა ასეთი სურათი რომ დავხატოთ, რომელი ნორმალური ადამიანი იყოს, რომ არ ეკუთვნის ავტოკეფალია. ეროვნული ქვეყანა, უძველესი ქვეყანა, უძველესი ეკლესია და რატომ არ ეკუთვნის? ახლა სინამდვილეში იქ სხვა რამე ხდება. ეს არის ზედაპირული შეხედულება ესეთ პოლიტიკოსები ინფორმაციებში ესე გადმოცემენ, ალბათ გამიზნულად რა თქმა უნდა. ახლა შიგ რა ხდება თვითონ უკრაინაში. ის შიგნით შევიხედოთ ესე იგი იქ არსებობს რამდენიმე ასე ვთქვათ ეკლესია. რამდენიმე ეკლესია პირობითად ამბობ, ესე იგი იმ ეკლესიებს იგულისხმება კრებულები. ეკლესია საერთოდ ერთია. სახლი ღვთისმშობლის პავლე მოციქულის ბრძანებს სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების. ეს არის ერთი. აი ეს ერთი ეკლესია იყო და არის უკრაინის ეკლესია. რომელიც მოსკოვის იურისდიქციაში შედის და ექვემდებარება. ესე იგი იქ არსებობს რამდენიმე ესეთი სხვა დაჯგუფება, ასე ვთქვათ. ერთი გრეკო-კათოლიკური ეს ბრესტის უნიიდან მოყოლებული, ესე იგი ეს 1596 წლიდან უნიატები, ესე იგი ვთქვათ, არამართლმადიდებლები. მეორე ეს ავტოკეფალური ეკლესია უკვე არსებული 1920 წლიდან ოფიციალურად მანამდე სურდათ ესეთი ეროვნული ცინი იყო მისწრაფებები, მაგრამ ვერ შეძლეს მანამდე და მე ბოლშევიკებმა როგორც აბნავლენცებს ესე მისცეს უფლება რომ დაერღვიათ ეს მართლმადიდებლური ჭეშმარიტი ეკლესია, ამათ მისცეთ ესე იგი უფლება რა აღორძინების და დამტკიცებისა. და ეს ასე ვთქვათ ავტოკეფალური წყარებში ეკლესია დაჯგუფება არ ქონდა დიდი ისა და ეხლა არ ქონდა არ აქვს დიდი ავტორიტეტი არ ქონდა უკრაინაში, იმიტომ რომ მათ უდელთავრები არ ყავდა თვითონ იკუთვნეს თავიანთი თავი და იქ ერში ეძახდნენ 300 სვიატის თვითონ იკუთვნეს თავის თავი და ხელდასმა თვითონ გაიკეთეს თავის თავზე. ასე რომ ამ ეკლესიას ასე ვთქვათ ავტორიტეტი არ ქონდა, თორე იყო ავტოკეფალური. მოაწია მე ლიკვიდირება გაუკეთეს, მე რო ნახეს რომ არაფერი
მართლმადიდებლობას ვერ ებრძვის, ასე ვთქვათ. და მე აღორძინდა ესე და მოაწია ამ ბოლო დრომდე. ეხლა მესამე, ასე ვთქვათ, დაჯგუფება ეს ფილარეტის. ეს შეიქმნა 1992 წელს. როცა ფილარეტი განუდგა მოსკოვის საპატრიარქოს, მოსკოვის ეკლესიას და შექმნა თავისი პატრიარქად და შეიერთეს ეროვნული სულისკვეთებით აღტყინებული ხალხი და დაარსა, ასე ვთქვათ, დაარსა ეკლესია. მოსკოვის საპატრიარქომ რამდენიმეჯერმე შეაგონა, ასე ვთქვათ, და რომ არ შეისმინა, შეგონები 95 წელს, 1995 წელს გადასცეს ანათემას. ესე იგი შეაჩვენეს. ამან გააგზავნა თავის მოქმედებები, შემოიკრიბა ხალხი, ასე ვთქვათ, და მოაწია ბოლო დრომდე. ეხლა ეს ეკლესიები, ასე ვთქვათ, არსებობდნენ იქ მანამდეც. მაგრამ არ აღმოყოფილებდათ ესე, რა თქმა უნდა. ეხლა გამოჩნდა და რასთავარი რომ ეს ანათემას გადაცემა ფილარეტის და იმ ავტოკეფალური უკრაინის ეკლესიის მდგომარეობას არ ცნობდა არც ერთი ეკლესია, არც ერთი ადგილობრივი ეკლესია. თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც არ ცნო ისა. ეს ფილარეტის ეკლესია, ასე ვთქვათ. დაითანხმა მოსკოვის საპატრიარქოს და ანათემას, ასე ვთქვათ, დაითანხმა. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო, რაც ეხლა არ ვიცით, დაზუსტებით, პატრიარქმა ბართლომემ შეცვალა ეს თავისი შეხედულება და მოინდომა ეს ეკლესიები გაერთიანებინა და თავის მიტროპოლიად გამოეცხადა. და გააკეთეს როგორც იცით ესეთი გამერთიანებელი კრება შედგა და აი გადასცეს თომოსიც ახლა. ესე იგი რა ხდება, ეს ეკლესიები როგორც ვთქვით იყო ადრიდან, 1920 წლიდან და 1992 წლიდან. და რა შეიცვალა ესე იგი, ამათ მიემატა ბართლომეოსი ახლა. ეხლა ამათ უნდათ ლეგიტიმიზაცია. ასე ვთქვათ, შემდეგ ეს ამ ახლა არჩეულმა თავმა ეკლესიის, ასე ვთქვათ, ეპიფანემ მოიხსენა სხვადასხვა კირილ ლოცვებში, ესე იგი უნდა ჩვენ თანამეგობრობა ჩვენთან, რომ იყოს თანასწორი, აღიარებული ადგილობრივი ეკლესია და ასე ვთქვათ, სწოვა ბართლომეს ეს ყველაფერი მოწესრიგებინა და შუამდგომლობა გაეკეთებინა, რომ ამ სხვა ეკლესიებსაც ეღიარებინათ ეს ახლად შექმნილი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება. აი ესეთი მდგომარეობა დღეს. ახლა კიდევ ის უნდა აღნიშნოს, რომ იქ უკრაინაში ეს არის ასეთი პატრიოტული ექსტაზი, ეიფორია. აი რომ ნახოთ ვიდეოები არის იქა. ხალხი ისეთი აღტკინებულია, რომ აი ეროვნული ეკლესია შეიქმნა, დღესასწაული აქვთ, აი ზეიმობენ, მოჩორდნენ ამ რუსეთს, ამ სიძულვილით ისე არიან დაბრუნებულები, რომ ვერ ხედავენ ესე იგი სად არის ნამდვილი ეკლესია, სად არის რომ არის ეს დაჯგუფებები არის განხეთქილების ეკლესიის გარეთ მყოფი ხალხია და ამათგან ერთად არის შექმნილი ეს ასე ვთქვათ ავტოკეფალი. ასეთი მდგომარეობა დღეს ეს სწორი შეფასება რომ გავაკეთოთ, სწორი შეფასება იქნება ეკლესიური შეფასება, სჯულის კანონზე დაყრდნობით. და არა ესეთი ემოციური და ეროვნული და ასე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით შედგენილი. ესე იგი ამ დაჯგუფებას, ამ ასე ვთქვათ ფსევდო ეკლესიას უნდა იყოს თანამეგობრობაში ამ ადგილობრივ ეკლესიებთან, მაგრამ არ უნდა დაბრუნება კანონიკური გზით. სინანულით, სიმდაბლით, ასე ვთქვათ, შენდობის თხოვნით, რომ აღადგინონ ეკლესიაში, ვთქვათ, ეს ანათემირებული ფილარეტი,
როცნონ დააბრუნონ ასე ვთქვათ ეს სხვა ეკლესიიდან განდგომილი წევრები, არამედ თუნდაც გვერდიდან, ესე იგი ასე ვთქვათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან, ბართლომეოსის საშუალებით და შუამდგომლობით. ამ დროს რაც ამბრძანებს უფალი? ამენ გეტყვი თქვენ, რომელი არა შევას კარით ეზოსა ცხოვართასა, იგი პარავი არის და ავაზაკი. აი ესეთი მდგომარეობა ეხლა. იმათაც ეს ავაზაკურად, ესე იგი ასეთი ქურდულად შემოიპარონ ამ ეკლესიების თანამეგობრობაში და გახდნენ კანონიკური ეკლესია. ყოველგვარი კანონების დარღვევით. აი ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს სწორი შეფასება უნდა იყოს სამართლებრივი შეფასება, კანონიკური სამართალზე დაყრდნობით, ჯულის კანონზე. იმიტომ რომ ეს ეკლესიის კანონები და ეკლესია არის ზე პოლიტიკური, ზე ეროვნული მოვლენა, ასე ვთქვათ და აქ არ შეიძლება ხელმძღვანელობა პოლიტიკური ვთქვათ შეხედულებები, მისწრაფები, ეროვნული გულისხმები და ასე შემდეგ. აი ესეთი არის ორი პოზიცია. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ასეთი საშუალებებით, ეხლა რაც გამოიწვია დღეს ამ ავტოკეფალიის მინიჭებმა, ვთქვათ, ასეთი დიდი განხეთქილების ფასად. ამხელა უზარმაზარი რუსეთის ეკლესია, სხვა ეკლესიები, სერბეთი, აი პოლონეთი, ეს სხვა ეკლესიებიც, ანტიოქია, გამოხატავენ აი აზრს მოთხოვნებს მოუწოდებენ ბართლომეოს, რომ ეს საკითხი განიხილონ საერთო ზოგად კრებაზე. იმიტომ რომ გამოიწვია აქ დიდი არეულობა, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლურ სამყაროში. და აი ასეთ ფონზე ნამდვილად არ შეიძლება ავტოკეფალიის მინიჭება ასეთი გზებით, თქვა და ასეთი შედეგებით. სხვა რა უნდა ითქვას, რომ რომის ეხლა დაჯუფებები, როგორც თქვით, ეკლესიის გარეთ ყოფი ხალხია, ასე ვთქვათ, ბართლომეოს იქცევა ძალიან ლოგიკურად, ესე იგი ამ შესტომებს, ამ დარღვევებს, ასეთი ჯაჭვური დარღვევები შეასრულა ძალიან ლოგიკურად. ესე იგი პირველად გააუქმა ეს სიგელი, ასე ვთქვათ, 1686 წლის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებას კიევის მიტროპოლის გააუქმა. სწორედ ამაზე კარგად განმარტავს თეოდორე ზისისი, ესეთი ბერძენი ღვთისმეტყველი არის და კარგად იკვლევს ამ საკითხს, თუ როგორ განმარტება მისცა ბართლომეოსმა ამ სიგელის დოკუმენტებს, ასე ვთქვათ, დადგენილებებს. ესე იგი ეს გააუქმა ეს სიგელი, შემდეგ შეიჭრა ამ უცხო ეკლესიაში, უკვე ესე იგი უფლება აქვს, ახლა გააუქმა, ასე ვთქვათ, შეიჭრა გამოიწვია ესეთი განხეთქილება, ევქარისტიული კავშირის შეწყვეტა რუსეთის ეკლესიასთან, გააგრძელა შემდეგ ეს უკანონო ანათემირებული ხალხი და ეკლესიის გარეთ ყოფი ხალხი ათეულობით წლებით 800 არიან და ასე ცხოვრობენ. ზოგი კერისკაცი არც აქვთ ხელდასხმა, აღადგინა, მოუსწნა ეს ანათემა, ყველაფერი აღადგინა და ესე იგი აი მიანიჭა ესე ვთქვათ ტომოსიც გამოუწერა. და რა თავარია უგულებს ხო, ესე იგი თვითონ უკრაინის კანონიკური ეკლესია. იქ 90 მღვდელმთავარი იყო. მარტო ორი გადავიდა, ახლა გაერთიანებულ კრებაზე წავიდა და მიიღო მონაწილეობა. ესე იგი ამხელა ეკლესია უგულებს ხო. ერთმა მღვდელმთავარმა კარგად ბრძანა. ესე იგი ბართლომეოს ელაპარაკება მარტო პოლიტიკოსებსო, აი პოროშენკოს და ის ანდრეი პარუბი, ეს ანდრეი პარუბი სხვა გრეკო-კათოლიკია. რომელიც ძალიან მოშურნია ამ საკითხებში და ამ ესე იგი მართლმადიდებლობაზე არ არის ინტერესავი, ეს თვითონ გრეკო-კათოლიკია და აქ მართლმადიდებლობის ეკლესიის ასე ვთქვათ ტომოზე ზრუნავს, ასე ვთქვათ.
და ელაპარაკება ესე იგი ბართლომეოსი კიდე ამ განხეთქილების ხალხს. ამ საეკლესიის ხალხს, ესე იგი კანონიკურ ეკლესიას უკრაინის, რუსეთის თვითონ სხვა ეკლესიების ახლა ისინი გამოხატავენ შეშფოთებას, აგეწერილებს წერენ. ამას ყველაფერს უგულებს. ესე იგი რო დავდოთ სასწორზე, ესეთი რამე გამოდის, რომ ერთი მოიგო თქვა და 9 წააგო თქვა. ესე იგი ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რომ რაღაც სხვა რამე მოიგო. ეს გასაგებია რომ უკრაინამ ახლა გადასცა მას რაღაც აჩუქა ტაძრები, რაღაც ასე ვთქვათ მოგება ნახა ბართლომეოსმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ალბათ, იმიტომ რომ ასე დაპირისპირების ხარჯი ალბათ რაღაც სხვა დიდი მოგება ნახა. რადგან იმის უკან არ ვიცი ჯერჯერობით. ასე ვთქვათ, ასეთი მდგომარეობა. და საერთოდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მე-20 საუკუნიდან ძალიან ავნებს საერთოდ მართლმადიდებლურ სამყაროს. დაწყებული ეს რომ დაუდგენ თავიდან გვერდით ეს აბნავლენცებს ბოლშევიკების მიერ ასე ვთქვათ ხელშეწყობილ დაჯგუფებას განხეთქილებაში ყოფს და დაუპირისპირდნენ რუსულ ეკლესიას, ნამდვილ ეკლესიას. შემდეგ ახალი სტილის მაგათგან შემოვიდა ეკლესიაში და არის ეს მართლმადიდებლური სამყარო და გაიყვას ხედავთ ეკლესიები. შემდეგ ეს კათოლიკური მისწრაფებები ამ საპატრიარქოსია, იცით 1965 წელს ანათემებს მოხსნა, ასე ვთქვათ, გააკეთეს. ასე მთელ საპატრიარქოს აქვს ესეთი მისწრაფება. შემდეგ ბართლომეოსმაც გაანავითარა ესენი და ესეთი უკვე სწავლება შემოიტანა ეკლესიოლოგიური წვალებლობა, რომ მართლმადიდებლური სამყაროში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის, ასე ვთქვათ, გული. იმის გარეშე ეკლესია არის, ის არის უპირველესი, ასე ვთქვათ, და უმთავრესი და მას აქვს უფლება ყველა ეკლესიებში, ასე ვთქვათ, ჩაერიოს და შეიჭრას და ასე ვთქვათ, ტომოსები გასცეს ერთპიროვნულად და კანონების მიღმა, ასე ვთქვათ. ასე მდგომარეობა, ესე იგი, ეს ეკლესია საერთოდ კონსტანტინოპოლის გახდა როგორც აი ძველი რომის ეკლესია, ასე ვთქვათ, დასნეულებული. იგივე მოხდა ფაქტიურად 1054 წელს, როცა გაიყო ეს რომის კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლობა. იქაც რომის პაპი ლეო მე-9 იყო და ჰქონდა ეგრეთ პრეტენზიები პაპისტური, ესე იგი მისწრაფების ძალაუფლება, წვალებლობას, ფილიოკოს წვალებლობა, სულიწმის გაუმავლობა და ძისაგან და ამ დღევანდელ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესეთი ის აქვს, ბართლომეოს. ესე იგი წვალებლობა, ესე იგი ეს ეკუმენისტური წვალებლობა, დოგმატური დარღვევები, კიდევ ეს ეკლესიოლოგიური, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის უპირატესი ამ სხვა ეკლესიებთან შედარებით და ძალაუფლება აქვს, ასე ვთქვათ, უფრო მეტი და უფრო დიდი უფლებები გააჩნია. და ასეთი მსგავსება არსებობს, ესე იგი. ამიტომ ეს ეკლესიაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გახდა, ასე ვთქვათ, დასნეულებული და უკურნებელი და ფაქტიურად მოხდა ის, რაც მაშინ მოხდა. ესე იგი, ცოცხალმა ორგანიზმმა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ასე ვთქვათ, მოიწყვიტა ეს დასნეულებული ეკლესია. უпростоრად თვითონ ბართლომემ შეუწყო ხელი თავისი მოქმედებებით ამ პროცესის განვითარებას. ასე რომ არაფერი სარგებლობა არ აქვს მართლმადიდებლობას ამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, კერძოდ ბართლომეოსის მხრიდან. იმიტომ რომ ურიცხვი და რომ ეს ექარისტიული კავშირის შეწყვეტა უფრო ადრეც უნდა მოხდარიყო, როცა ის ასე ვთქვათ, მე დაუმეგობრდა თანამსახურებას აწარმოებდა რომის პაპთან და ესეთი ეკუმენისტური
შეხედულებები აქვს, დადგენილებებს იღებს, აკრეტას კრებას სულ ჩამდგმელი მაგი იყო, რომელიც წვალებლური და არამართლებული კრება აღმოჩნდა. ასე ვთქვათ, ბართლომეოსიც ამ გზას დაადგა და როგორც ხედავთ, აი მას სოფლიო მართლმადიდებლობა ჯაჯობთ არ აღიარებს. ეხლა ბოლო ინფორმაციით პოლონეთის მიტროპოლიტმაც გააგზავნა გაცრი ეპისტოლე კვიპროსის მთავარი ეპისკოპოსი ქრისტოსტომოსმა არცნო ეს ეპიფანე ახლა არჩეული თავი ამ ეკლესიის ფსევდოეკლესიის ელადის ეკლესიამაც არცნო ეს ეპიფანე ასე რომ დაიწყო ეს პროცესი და ეს არის ჯანმრთელი პროცესი, რომ ეს დასნეულებული და განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფებები, ასე ვთქვათ, განშორდნენ ამ ცოცხალ სხეულს, ქრისტეს სხეულს, ცოცხალ ჭეშმარიტ ეკლესიას. და მათ ეხლა ისეთი ნაყოფი ექნება, როგორც კათოლიკურ ეკლესიას. როდესაც განეშორა ამ ცოცხალ ჭეშმარიტ ეკლესიას, უფრო და უფრო ჩაიძირა ამ წვალებლობებში, შექმნეს მოიგონეს ახალი წვალებლობები, პაპის უსწორმელობაც, რომელსაც არის ბართლომეც აუცილებლად აღიარებს ალბათ შემდეგ და გამოაცხადებს თავის უსწორმელობას, ეს ლოგიკურად. რომელსაც ეხლა სთulis ალბათ რამდენი ეკლესიის ხმას, ასე ვთქვათ, არიზიარებს და არითვალისწინებს. ესეთი ავტოკეფალიის მინიჭება და ეს ტომბუსების დაწერა უნდა მოხდეს კანონიკურად. სიმშვიდის, ასე ვთქვათ, თანამეგობრობით და რა ასე ავაზაკურად და მტრობით და ასეთ განხეთქილების ფასად. აი ნაყოფითა მათაგან ისეთ იგინი უფლებებს. აი რა ნაყოფი გამოიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის მოქმედებამ. ამხელა განხეთქილება შემოიტანა, ააშფოთა თვითონ უკრაინაშიც ააშფოთა ხალხი, უფრო დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ეხლა იდევნება ის ეკლესია, კანონიკური უკრაინის ეკლესია იდევნება ეხლა. მათვლიან მოღალატებად. ეხლა იქ ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ ვინც ეხლა ეკლესიაში ამ დაჯგუფებებში არ გადმოვა, რომელიც შეიქმნა ისევ იმეორებ 1920 წელს და 1992 წელს, საერთოდ განდგომილი ხალხისგან და აიძულებენ ამ უკრაინელებს, რომ მიატოვონ ეს ნამდვილი ცოცხალი ეკლესია, უძველესი, ჭეშმარიტი და გადავიდნენ ამ ახლა შექმნილ განხეთქილების ეკლესიას, რომელსაც არავინ არ ცნობს, ასე ვთქვათ და ასე დარჩება ბოლომდეც. ესე იგი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ავტოკეფალია შეიძლება უწოდოთ აკეფალური ავტოკეფალია. რატომ? ავტოკეფალია, იცით, ვერდული სიტყვა, ესე იგი ავტოკეფალი. ესე იგი ავტო თვით, კეფალი თავს ნიშნავს. ესე იგი თვით მართველი, თავი. მაგრამ ჩვენ ვიცით, თავი ეკლესიის არის ქრისტე. და ისინი ვინაიდან ეკლესიის გარეთ არიან, ეს ავტოკეფალია, ასე ვთქვათ, მათ არ აქვს თავი არ აყავთ, ესე იგი ვთქვათ. იყვნენ ესეთი მწვალებლები, მონოფისტები ძველად, აკეფალებს ეძახდნენ, აკეფალების უთავოვნი იყვნენ, არ ყავდათ ეპისკოპოსი, განუდგნენ თავიანთ მწვალებელ ეპისკოპოსს და ესევე ესეთი ავტოკეფალია გამოდის აკეფალური, ესე იგი უთავო ავტოკეფალია. ასე ვთქვათ, ქრისტე არ არის, თავი ეკლესიის არ არის. და რაც უნდა ვთქვათ კიდე, რომ არ შეიძლება არსებობს ორი ეკლესია, სამი ეკლესია. ერთი ეკლესია, ხო, პავლე მოციქულის თქმით, სახლი ღმრთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ეხლა გაიყო ეს ეკლესიები. სად არის ნამდვილი ეკლესია? ეს უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენ. და გამოსაკვლევის არ არის ჩანს. უკვე შედეგები ჩანს და ნაყოფითაც ჩანს. შემთხვევაში, რომელი იქნება საქართველოს
ეკლესიისთვის სწორი პოზიცია? საქართველოს ეკლესიის სწორი პოზიცია იქნება ისევ ვიმეორებთ სამართლებრივი ჯურისკანონზე დაყრდნობით ღვთისმსათნო პოზიცია. ეხლა ამბობენ პოლიტიკოსები გამოდიან რომ აი როგორ იქნება თქვათ უმჯობესი ასე გადაწყვიტოს ისე უნდა დავფიქრდეთ ზოგი ამბობს ეს ისეთი საკითხია რა შედეგს გამოიღებს თქვათ მაგრამ არავინ არ ამბობს სამწუხაროდ როგორია ღვთისნება ესე იგი სად არის ნამდვილი ეკლესია ამ ორ განხეთქილ თქვათ ეკლესიას შორის კონსტანტინოპოლის და ასე თქვათ რუსეთის რომელსაც ეხლა სხვა ეკლესიებიც ასე თქვათ გამოერკვევიან და გაუჭერენ მხარს ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ესე იგი სწორი პოზიცია ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს რა არის ღვთისთვის სათნო ესე იგი ჭეშმარიტი ეკლესია სად არის სად არის ცოცხალი სხეული ქრისტეს სხეული სულიწმინდა სად სუფევს რომელ ეკლესიაში სუფევს სულიწმინდა სად არის რომელია მადლმოსილი ეკლესია აი ეს არის ჩვენი მთავარი ჩვენ იმას დავკარგავთ ამას მნიშვნელობა არ აქვს მთავარი ეს არის თვითონ უფალი არ ბრძანებს რა ის სარგებელი არის კაცისა შეთუიძინოს სოფელი ყოვლი და თავისი წარიწმინოს ანდა კიდე უმჯობესას ერთი 100-თა შენთაგანი წარწმდეს და რა ყოველი გვამი შენი შტავარდეს გეჰენიასა ესე იგი ეხლა ამობენ რაი სხვადასხვა აფხაზეთის საკითხი უფრო ჩვენი სწორი გადაწყვეტილებით აფხაზეთის საკითხს უფრო მოწესრიგდება ასე ვთქვათ იქ ჩვენ დროს კანონიკურად ესე ვთქვათ სამართლიან გადაწყვიტავთ ამ საკითხს და დაუჭერთ ხარს რუსეთის წმინდა ეკლესიას რომელიც კანონებს იცავს ასე ვთქვათ ამით მიზეს არ მივცემთ რუსეთის ეკლესიას აფხაზეთშიც უკანონობა ჩაიდინოს ასე ვთქვათ და დაიმორჩილოსო ასე ვთქვათ ორივე მხრივ სწორი გადაწყვეტილება იქნება ესა და ასემს რომ არ იყოს ესე იგი ხო თქვით რომ რა სარგებელია აფხაზეთის დაკარგვა და საქართველოს დავკარგოთ და თუ ხმებს განუდექით და მთელი სოფელი შევიძინეთ და რა აზრი აქვს ხმებთან განდგომა იგივე ჯოჯოხეთია შეიძლება ეს შედარება მოვიტანოთ აი როგორც ცარიზმის დროს ეხლა რომ ეთქვათ მაშინ საქართველოს ეკლესიას იქ ქართულ ხალხს რომ აი ცარიზმის დროს თქვენ რუსებო ეკლესიებს გითეთრებთ აი გძარცვავთ აი გვაზარალებთ აი ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას გვიშლით და ჩვენ არ გვინდა თქვენგან არაფერი და წავალთ და თურქეთთან დავმეგობრდებით და ასე ვთქვათ გამოსულმანდებით სწორი იქნება ახლა ეს პოზიცია იგივე ლოგიკა აქვს ახლა თანამედროვე პოლიტიკოსებს და ასე ვთქვათ საზოგადოებას გულისხმობა არ ეკლესიურ საზოგადოებას იმიტომ ესე ამბობენ აი რუსეთი წაგვართვა ტერიტორიები გვდევნის გვებრძვის გვეომება ამიტომ ჩვენ წავალთ დავმეგობრდებით ამ განხეთქილების ხალხს გავალთ განხეთქილებაში ბართლომეოს რომელიც ამდენ წვალებლობას ჩადის არავის ხმას შეგონებას არ ისმენს და იმის უკან კიდე ვინ დგას რა ძალებია კიდე არ ვიცით და წავალთ და სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება მოწოდეთ ნამდვილ ეკლესიას და წავიდეთ განდგომილების ხალხს დაუჭიროთ მხარი იმის გამო რომ თქვათ ვიღაცებს არ მოწონთ და ზულთ ეს რუსეთი ასე რომ სხვა არის ეკლესია სხვა არის პოლიტიკა სხვა არის ეროვნება უნდა გავიმიჯნოთ ეს ყველაფერი აი თვითუფალი ძველახმაში ესე ეწინასწრებს რას ამბობს არ არიან განზრახვანი ჩემნი ვითარცა განზრახვანი თქვენი არცა გზანი თქვენი ვითარცა გზანი თქვენი ეგრეც გზანი ჩემნი იტყვის უფალი
არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაი ქვეყანისაგან ესრეთ განშორებულ არს გზაი ჩემი გზათაგან თქვენთა. ხედავთ? ეს სხვა არის, უფლის გზა სხვა არის, ერთი გზაი ჩემი გზათაგან თქვენთა. ეს პოლიტიკოსების გზები ბევრია. ზოგს ასეთი გზა, ზოგს ისეთი, ზოგს ეროვნული, ზოგს ვთქვათ ის ეკონომიური, ფინანსური და რა ვიცი, ათასი გზები არსებობს. ასე რომ სხვა არის ღვთისამართალი და სხვა არის ეს პოლიტიკური და ეს მიზნები და პრეტენზიები და ასე ვთქვათ ეროვნული გულისხმები. და ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ბართლომეოსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა და ასე ვთქვათ თავისთავად შეიერთა ეს დაჯგუფებები, ესე იგი ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი და აგერ ბოლოს შექმნილი დაჯგუფებები და უარყო და დაუპირისპირდა უძველეს ეკლესიას. ამდენი მღვდელმთავარი, როგორც ვთქვით, 90 მღვდელმთავარი მარტო ორი შეიერთა აქ ამ ხელა სამღვდელმთავრობასიდან და ასე რომ თვითონაც გახდა განხეთქილებაში ეკლესიის კანონები ამას ამბობენ. ჯულის კანონში ესეა. აიღეთ მოციქულთა კანონები მე-11, მე-22, ანტიოქიის კრების, პირველი მსოფლიო კრების მე-5 კანონი, კართაგენის კრების, ანტიოქიის მე-2, მე-4, მე-6 კანონებში ესეა. ვინც განდგომებს და უზიარებას შეუერთდება, ისიც იმ საჯერის ქვეშ ხვდება. ისიც მისი თანამოაზრეა და ასე ვთქვათ, ისიც განშორებული ხდება ეკლესიისგან. აი პავლე მოციქულიც ამბობს, არა უწყითა, რათო რომელი შეიყოს მეძავს და ერთ ხორცს არიან. ასია, ვინც ვის დაუმეგობრდება, იმასთან ერთიანდება, ასე ვთქვათ. ძველ აღთქმაშიც რომელი შეეხოს მკვდარსა, არა წმინდა იყოს, იგი 7 დღე. აი ეს არის უფლის სამართალი. და არა პირიქით, რომ ახლა ბართლომეოსი შეუერთდა ამ ეკლესიას და აღიარა და ტომოსი გამოუწერა, ისინიც გახდნენ და გაცოცხლდნენ, ასე ვთქვათ და გახდნენ კანონიკურები. და უნდათ ეხა სამართლიანად ჩვენს სხვა ეკლესიების გვერდით დადგნენ. ამიტომ პირიქით მოხდა. თვითონ ბართლომეოსი გახდა ისეთი არაწმინდა და განუდგა ამ მართლიან ეკლესიას. და იმიტომ ეხლა ყველა ეკლესიები ვერ ბედავენ რამე თანადგომა და უჭო ბართლომეოს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან უხეში დარღვევები. ესე იგი ეს არის ჯულის კანონში, საეკლესიო სამართალში როგორც ანაბანა ის რომ არ შეიძლება სხვა ეპარქიაში შეიჭრა, არ შეიძლება გამოიწვო განხეთქილება, კარგად ამბობს კვიპროსის მთავარეპისკოპოსი, რომ აქ ავტოკეფალიაზე კი არა მთავარი ეხლა მთავარი რომ მართლმადიდებლობაში განხეთქილება არ გამოვიწვიოთო. ბართლომეოსი ამას არ ითვალისწინებს. იმას რაღაც სხვა მიზნებია და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა ძალები უდგას უკან. თქვენი აზრით საქართველოს წმინდა სინოდი რატომ აყოლებს პოზიციის დაფიქსირებას? რატომ აყოვნებს? მართლაც რატომ აყოვნებს? აი, სხვა ეკლესიებმა გამოთქვეს აზრი. ზოგმა წერილობით, ზოგმა მხარდაჭერა გაუგზავნა და მიტროპოლიტ ონოფრეს, ზოგმა სიტყვით, ზოგმა წერილობით და გამოხატა თავისი აზრი. საქართველოს ეკლესია აყოვნეს ერთი სიტყვაც არ თქვა, ასე ვთქვათ, ამ კანონების დარღვევის თაობაზე. რატომ? მე ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს ამის. ერთი პირველი მიზეზი შეიძლება, ასე ვთქვათ, იქ ითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, რა შედეგი მოყვება ამ გადაწყვეტილებას, ვთქვათ. ყოველი გადაწყვეტილება თქვენიცით დიდ, ასე ვთქვათ, კატაკლიზმებს იწვევს ამ პოლიტიკურ სამყაროში და სოფლიოში და ასე ვთქვათ, ეკონომიკაში და ასე შემდეგ.
მეორე მე ვფიქრობ უმთავრესი მიზეზი ის არის რომ ჩვენი საზოგადოება ისეთი ატმოსფეროა ისეა დამუხტული ამ რუსეთის სიძულვილით ასე ვთქვათ რომ მას არ შეუძლეს იქ სიმართლე გაიგოს ასე ვთქვათ არ არის მზად სიმართლე გაიგოს და სიმართლე ისაა რომ რუსეთის ეკლესია ამ შემთხვევაში სწორ პოზიციას ფლობს ესე იგი და ამიტომ ძნელია ახლა თქვა სიმართლე იცოდე რომ ამ სიმართლეს მოყვება ლანძღვა გინება რამე დადებითი რომ თქვას ახლა ადამიანმა რუსეთზე ან რუსეთის ეკლესიაზე აუცილებლად ის ან რუსოფილი გამოინათლება რუსოფილა და ჯაშუში აგენტი გახდება მოსკოვის და ლანძღვა გინება ეს უდაოდ არ მოაყოლდება ამიტომ ახლა ზოგი მღვდელმთავარი სასულიერო ხმამაღლა დაცხადებს უკრაინის ეკლესიის ავტოკრატ თანადგომას რომ აი საჭირო უნდა მივცეთ ეკლესიას უკრაინის რატომ ხომ და ვინც თქვათ მომხრია რუსეთის ეკლესიის თქვათ ისინი უფრო ჩუმად არიან თორე ისე რა შედეგი მოყვება და ხალხი როგორ მოიძულებს ასე თქვათ და ერთის მეუფეს პირიდანმა თქვა და აგე ლანძღვა გინება დაუწყეს ასე ვთქვათ, საზოგადოებას უნდა მომზადება. ეს თავიდანვე უნდა მოხდარიყო, უნდა ახსნილიყო ეს პროცესები რო დაიწყოს, უკრაინის პროცესები, უნდა განესწავლათ ხალხი ერი რომ სხვა არის ეროვნული მოძრაობები, სხვა არის პოლიტიკა, სხვა არის ეკლესიური სამართალი, ვინ არიან ის ხალხი, ამაზე არსად არაფერს არ ამბობენ. ამაზე ინფორმაციის წყაროებში ის ვინ არის ის ხალხი, ვისაც ტომოსი მიანიჭა ფილარეთ ის შეჩვენება ის განხეთქილება სქიზმატები ამაზე აფერა უკრაინას ეკუთვნის უნდა ავტოკეფალია აი ამით თავდება მთელი განხილვა ამ საკითხის და აი საქართველოს სინოდის მე ვფიქრობ ამას ურთქილდება და ეს ახლა ზოგისთვის იქნება შოკის მომგვრელი ხა ზოგი ამბობს კიდეს რომ მე თუ უკრაინას არ დაუჭირა მხარი საქართველოს ეკლესიაში არ შევალ თქვათ ასეთ განცხადებები აქვთ და ამ სიძულვილმა ესე იგი ისე დააბრმა ხალხი რომ არ უნდათ გარჩევა იქ ეკლესია სამართალი ვინ არის ბართლომე ვინ არის ეს ფილარეტი თქვათ ვინ არიან ისინი მე რა არის კიდე აღსანიშნავი რომ ის უკვე ადგება განდგომილების ის ასე ვთქვათ დაჯგუფება ასე ვთქვათ ფსევდოეკლესია იმიტომ რომ იქ ახალი სტილის უკვე პროგრამაში აქვს მიიღებენ კიდე უნდა შეუერთდნენ ეს გრეკო-კათოლიკების თავმა ბრძანა რომ უნდა შეუერთდნენ ამ გრეკო-კათოლიკებს უნიატებს ესე ვთქვათ ესე რომ ისინი უკვე ჭაობში იძირებიან არ მართლობენ როგორც ბართლომეს წიაღია ისეთ ხო ეს მისი მოღვაწეობა განცხადებული ეს ეკუმენისტური და ეს პაპთან ესეთი მეგობრობა და ასე ვთქვათ რუსები ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ახლა თავის და უნებურად ასე ვთქვათ რომ მოიჭირეს ესე დასნეულებული სხეული კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რომელსაც არაფერი სარგებელი არ მაქვს მართლმადიდებლობაში ამას მიყვებიან სერბეთის სხვა ეკლესიების გამოერკვევიან და როგორც ეს ძველი რომის ეკლესია მოწყდა ამ ჯანმრთელ სხეულს და მართლმადიდებლობას და ჩაიძირა მწვალებლობებში ასევეთივე ბედიელის როგორც ჩანს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აი როგორ იქცევა ბართლომეოსი ერთპიროვნულად წვეთს კიდე რა არის განსაჯელი რომ მეუფე ნიკოლოზმა სამართლად აღნიშნა რომ როცა პატრიარქმა ბართლომეოსზე გამოუგზავნა წერილები ასე ვთქვათ ეკლესიებს რომ ცნონ ეს ახლად შექმნილი ასე ვთქვათ ავტოკეფალია ერთი ფრაზა შეაშფოთა მეუფე ნიკოლოზი თვითონ ამბობს რომ იქ ბართლომეოსი ამბობს რომ მას უფლება აქვს ყველა ეკლესიაში შიდა საქმეებში ჩაერიოს ასე ვთქვათ აი უკვე ფაქტის ახეზია რომ ის არავის ხმას არ ითვალისწინებს ის მას თავი პაპი გონია
მალე თავს უსტომელობასაც გამოუცხადებს და მიიღებს ამ კათოლიკების დოგმას, უსტომელობის დოგმას და ასე რომ დიდი საშიშროება ეს პიროვნება და ეს ეკლესია უკვე ესეთ საუნო გახდა მთელი მართლმადიდებლობისთვის. და ზოგი არის კიდე ესეთი ესეთი შეხედულება, რომ რახან ჩვენ დიპტიხში სადაც ქვემოთ ავართ, სხვა შორის მოსკოვის საპატრიარქოს დიპტიხში ჩვენ რუსების შემდეგ ვდგავართ და შემდეგ მოდიან ეს სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ელადა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დიპტიხში ჩვენ ვართ უფრო ქვემოთ. ესე იგი ჩვენ წინ დგანან ეს სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. ესე იგი ჩვენ რუსებთან უფრო ასე ვთქვათ კარგ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ასე ვთქვათ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, საპატრიარქოსთან. და ესე იგი ესეთი აზრი მოკლებულია საფუძველს, იმიტომ რომ ახლა რამდენიმე ეკლესიამ გამოთქვა უკვე აი პოლონეთის ეკლესია მაგალითად მიტროპოლიტ საბამ აი სულ ქვემოთ არის ელადის ეკლესიაც, კვიპროსის ეკლესიამ გამოთქვეს აზრი და ჩვენ აგერ ვაყოვნებთ ასე თქო. მე ძალიან წუხარ რომ ესეთი პასიური მდგომარეობას უჭირავს საქართველოს ეკლესიას. ეხლა ის ნამდვილი ეკლესია მიტროპოლიტ ონოფრეს თავმჯდომარეობით, ასე ვთქვათ, იდევნება. იქ მღვაწლში არიან, იქ დევნიან, ართმევენ ეკლესიებს. ზოგმა უდანთმო მიწერა, თქვა, თანადგომა, გამხნევება. ეს არ არის პატარა საქმე, ეს აძლიერებს ადამიანს, ეს თანადგომა, რო ის რომ შენი თანამოაზრია გვერდით გიდგა სიტყვით გამხნევებს. ჩვენგან არაფერი, იმიტომ რომ ეშინიათ აი ხალხი რა სიტყვის. ასე რომ ხალხმა ადრე თუ გვიან უნდა გაიგოს ეს სიმართლე და გაიგებს კიდეც და ჯობს როგორც თქვამია გვიან გაიგონ ეს ასე ვთქვათ მწარე სიმართლე ღვთის სიმართლე საეკლესიო სიმართლე ზოგისთვის მწარე აღმოჩენილი ვიდრე არასოდეს და დარჩენ ასეთ განხეთქილებაში და სიცრუეში და და კიდევ ეხეთ ისიც უნდა ვთქვათ რომ ჩვენ უწმინდეს და მონეტარეს ისი ძალიან წუხს ამ განხეთქილების გამო და კიდევ იმედი აქვს რომ როგორღაც ეს მორიგდებიან და ასე ვთქვათ შერიგდებიან და ეს საკითხი ასე ვთქვათ გამოსწორდება. რაც როგორც ხედავთ უკვე შეუძლებელი გახდა. ესე რომ სინოდი დუმილი ნიშნავს ესე იგი რომ გვინდა რომ არავინ არ გავანაწყენოთ არც ვთქვათ უკრაინა არც ის ბართლომეოსი არც რუსეთი კი ყველასთან მშვიდობა და კარგად ვიყოთ და ეს სწორიც არის ეს ერთი იმიტომ აი პავლემოჩკულის ამბობს უკვე თუ შესაძლებელი არის თქვენ მიერ ყოველთა კაცთან მშვიდობას აყოფდით ყველასთან მშვიდობით იყავით კი უკვე თუ შესაძლებელია მაგრამ ეს არ ნიშნავს კაცმოთნებას იმ სიმართლის ართქმის საფუძველზე თქვათ იმიტომ რომ სხვაგანაც ამბობს და სხვაგანაც ამბობს უკვე თუმცა კაცთაღა სათნო ვეყოფოდე ქრისტეს მონამსა არა ვიყავო გესმით ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს მონები ქრისტეს სამართალი უნდა აღვაშუროთ ქრისტეს სამართალი არის ეკლესიაში ეკლესიურ კანონებში სულიწმით დადგენილ კანონებში და როცა ქრისტეს მონები ვიქნებით თვითონ უფალებ ძანებს ახარებაში ვიქნებით უკვე ქრისტეს მეგობრებიც თვითონ უფალებ ძანებს უკვე თუ ხოდ ნება ჩემიო ჩემ მეგობარნი ხართო აი ეს არის სწორი გზა ეს არის სწორი პოზიცია ეს არის ღმერთთან ერთობა
ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ გულისხმისყოფა, რომ მიიღოთ ის, რასაც ითხოვთ ლოცვაში და ფსალმუნში. მაგალითად, მასავე მეუფალო რაითა ყო ნება შენი, მასავე მეუფალო გზა შენი, რამ შენ და მე ავიღე სული ჩემი. და ვინც ახლა არ ლოცულობს და ფსალმუნს არ კითხულობს და მორწმუნე არ არის, როგორ გაიგდეს სიმართლესობა? როგორც ითქვა, უფალი ბრძანებს ვითარცა განშორებულ არის ცაი ქვეყანისაგან, ესეთ განშორებულა გზაი ჩემი გზათაგან თქვენთაო. ასე რომ ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ სწავლობა და კურთხება.